მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო. პირველ რიგში დავიწყოთ მე გიბრუნდები სპორტული ამბების სიახლეების სპორტის შესახებ. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, მსოფლიო საკובლო ჩემპიონატი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. ლონდონის ჩელსმა ფლამინგონთან 1-3 წააგო. პარის სენ-ჟერმენმა კი 2 დღის უკან 0-1 წააგო. სული მოულოდნელობა იყო, რა თქმა უნდა, და ჩემო არხის მსმენელებო ძალიან მნიშვნელოვანი ქულა დაკარგა. მადრიდის ატლეტიკომ კი თავისი მატჩი მოიგო 1-3 და შანსი დაიტოვა იმისა, რომ გავიდეს ჯგუფიდან. ეხლა კი რა შეეხება ჩემო არხის მსმენელებო, დღეს კი 4 მატჩია. 2 მატჩს მოგახსენებთ, ეხლა პრინციპში 40 წუთში დაიწყება იუვენტუსი, რომელიც შესაძლოა შანსი დაიტოვოს ჯგუფიდან გასვლის. კიდე პრინციპში 23 საათზე საზოგადოება პირველი არხი და სპორტი პირველი არხი შემოგთავაზებს, ეს ორი არხი შემოგთავაზებს საინტერესო მატჩს. მადრიდის რეალმა ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. თანაბარი თამაში იყო თითქოს, მაგრამ პრინციპში გარდამავალი უპირატესობა ჰქონდა ორივე გუნდს და 1-1 მოჩა მადრიდის რეალის და ალ-ჰილალის თამაში. კიდე რა შეეხება ჩემო არხის მსმენელებო, დღეს მოგების შემთხვევაში კი მადრიდის რეალი შეიძლება ჯგუფიდან გავიდეს. ეხლა გეტყვით ჯგუფებში რა სიტუაციაა. პარის სენ-ჟერმენს 1 წაგების მერე 3 ქულა, 1 მოგების მერე მადრიდის ატლეტიკოს 3 ქულა. ჩემო არხის მსმენელებო და პრინციპში თანაბარი ქულები აქვს ამ ორ გუნდს, რომელიც ფავორიტად მიიჩნევენ საკუთარ თავებს. ეს ორი გუნდია ფავორიტი ამ ჯგუფში. პრინციპში ლონდონის ჩელსმა წააგო ეს თამაში, თითქოს კიდე შანსი აქვს დარჩენილი მესამე თამაში მოგების შემთხვევაში შესაძლოა მაინც კიდე გავიდეს პლეი-ოფში და მოხვდეს მერვე ფინალში. რა შეეხება ინტერ მაიამმა მოგები დაასრულა მატჩი და ძალიან მნიშვნელოვანი მოგება ჩაიწერა და ლიონელ მესი 2010 წლების მერე ჯარიმებით უფრო და უფრო აუმჯობესებს ამ სტატისტიკას, რა თქმა უნდა, და პრინციპში ვიტყვი, რომ 4 ქულა და მოგების შემთხვევაში კი 7 ქულა ექნება და გადის ჯგუფიდან. მადლობა ჩემო არხის მსმენელებო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ.